ეს ორი პარტია. არც ერთი არ მომწონს ახლა მე რო გითხრა ესენი არც ახარია და არც ლელო, მაგრამ სწორად იქცევიან. იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია თუ არჩევნებში აღებულობ მონაწილეობას, აბა რისი პოლიტიკური პარტია ხარ? ეს რთულად ჩატარდება, ისე ჩატარდება თუ ასე ჩატარდება, პოლიტიკურმა პარტიამ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები და ერთ-ერთი გვირგვინი ამისი არჩევნები. და ვინც აღებულობს რა როგორ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში გასამხედროებული პარტიებია თუ როგორ გინდათ? აი ეს არის. და ახლა ამათ ერძვიან რატომ მონაწილეობთ, ასე მონაწილეობთ, ესე მონაწილეობთ. მე ვამართლებ იმ ორ პარტიას და არის კიდევ გირჩი და კიდევ პატარები ვიღაცები. პოლიტიკურმა პარტიამ მიუხედავად ყველაფრისა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თორე ის არ არის პოლიტიკური პარტია. აი ამის თქვა მინდა. ნახოთ ახლა რა იქნება. ახლა საუბრობენ რომ ეუთო ოდირი მოიწვიესო. ნუ ესეც მოიწვიონ და თუ არ იქნებიან ტენდენციურები, არ იქნებიან მართალი კარგია. თორე და როგორც უნდა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება. მომეწონა თბილისში კახიკალაძის პრეზენტაცია. განვლილი 4 წელზე თქვა მოკლედ და მომავალი 4 წელი რას გააკეთებს? ზეპირად ისაუბრა ამ კაცმა 5 სექტორად გაერთიანა ეს გასაკეთებელი სამუშაოები და მე უთხარი აქ ვიღაცებს რომ მე არ ვიცნობ ახლა ერემეიშვილს. ძალიან კარგი იქნება რომ ქუთაისშიც თუ ჩაატარებს აი ასეთ პრეზენტაციას და მომავალი 4 წელიწადში რისი გაკეთება შეუძლია.